საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფაჩულიძემ საერთაშორისო მნიშვნელობის მარნეული სადახლოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრიან მონაკვეთზე ხელოვნური ნაგებობები და ეზოში შესასვლელები მოეწყობა. ასევე მოწესრიგდება გზის დაზიანებული საფარი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულში კოსტავას ქუჩიდან იწყება და სადახლოს გამშვე პუნქტთან სრულდება. პროექტზე ბიუჯეტიდან 1.170.000 ლარი დაიხარჯება. ვიმყოფებით მარნეული სადაღლოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც 5 კილომეტრიან გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ეს პროექტი დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო და იგი 15 დეკემბერს უკვე დასრულდება. პრაქტიკულად სამუშაოების 90% უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მონიშნა და გვერდულების შევსება. მოვინახულეთ საერთაშორისო მნიშვნელობის მარნეული სადაღლოს საავტომობილო გზის მონაკვეთი. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 1.170.000 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაკვეთი ტრანზიტული მოძრაობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის განხორციელების შემდეგაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ტრანზიტული მოძრაობა, ასევე შესაბამისი ტვირთბრუნვა ქვეყანაში.